სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვას ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმაურებიან. ტერორიზმთან ბრძოლა არის გლობალური გამოწვევა, ჩვენ აქტიური მიმოცვლა გვაქვს ინფორმაციის და თანამშრომლობა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და ჩვენც არაერთი მიმართულებით მოქმედებთ, ეს არის კანონმდებლობის ადაპტირება ახალ რეალობაზე, ეს არის ჩვენი თანამშრომლების გადამზადება და რაც თავარია, ეს არის რადიკალიზაციის წინააღმდეგ მიმართული სხვა პროგრამები, ეს არის სოციალური, სპორტული პროგრამები, თვითონ იმ ტერიტორიებზე, სადაც არსებობს რადიკალიზაციის საფრთხე და ამ შემთხვევაში ხეობაში დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ამ შემთხვევაში დგას იმ ხაზზე, სადაც დანარჩენი მთავრობები, თუნდაც ევროპაში და მოქმედებს იმ მეთოდებით, როგორც ჩვენი პარტნიორები ევროკავშირის სივრცეში. 24 საათიან რეჟიმში უნდა მუშაობდეს საქართველოს ხელისუფლება. ყველა შესაბამისი უწყება და ხელმძღვანელი პირები იმაზე, რომ შემუშავდეს მოქმედების რეაგირების სტრატეგია, თავიდან უნდა იქნას აცილებული, ეს ძალიან მზარდი, სწრაფად მზარდი საფრთხე.